პეტერ ფიშერმა, გერმანიის ელჩმა, განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 21 წელი იღებდა გერმანიის ხელისუფლებისგან თანხასო. ანუ დახელფასებას, როგორც თუნ ეძახიან. 48 წლის არისო და ამ 48 წლიდანო 21 წელი გერმანიის უზრუნველყოფაზე იყო. ამაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 48-ისა რომ 50-ის ვარო. სხვა პრობლემა ვერ დაინახა შალვამ. არა უშო შალვა რა ხდება, იცი ჩვენ ხო წინ უსწრებთ გერმანიას განვითარებით. ეთქვა მაგ 2 წლით უსწრებთ. ჯერ იქ არ ხარ 50-ის. წები ჩვენ წინ ვართ. ჩვენთან გაგთ ჩვენ 50-ის, თორე ისინი სად არიან გაწევი. იქ ჯერ, რა ვიცი. იქ ჯერ, შოლცია კიდე ისა, კანცლერი, შეიძლება. ასე გაიგე. შალვამ რა მნიშვნელობა აქვს მე რას ვაკეთებდი, მთავარია ეხლა რას ვაკეთებ. ანუ წამოვედიო, მე აღარ ვარ ბოზიო. ანუ ტიპი 21 წელი იყო გერმანიის ხელისუფლების ხელფასზე. ანუ წარმოიდგინეთ, ირაკლი მიმინოშვილი სინდის პატიმარი რა ასაკისაც არის, იმაზე 1 წლით მეტი მარტო გერმანიის ხელისუფლების უსაკ-ტიპს ნამუშევარი. წარმოიდგინეთ, ანუ მაშინ საქართველოს ღალატობდა, მერე გერმანიას უღალატა და მერე მე დამაყადაღეს. ხო ლოგიკურია. გამომყე, მე ხო გასწავლეთ, რითაც უნდა იაზრუნოთ.